მაშასე სალამი მათ ვინც ახლა შემოგვიერთდა მე სანდრო ვეფხვაძე ვარ ეს კი ნიშნავს იმას რომ ბიზნეს კონტაქტის გუნდი ტელეკომპანია მაესტროს ეთერში თქვენთვის იწყებს მუშაობას რამდენიმე წამში ჩვენთან ბიზნეს კონტაქტზე არც მეტი არც ნაკლები საქართველოს ფოსტა იქნება და მათთან ერთად მიმოვიხილავთ როგორც მიმდინარე ასევე დაგეგმილ სამომავლო პროექტებს თუმცა მანამდე სხვა არანაკლებ საინტერესო საკითხებზე მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას დღევანდელი შუადღის ბიზნეს კონტაქტის მთავარი თემა არც მეტი არც ნაკლები საქართველოს ფოსტაა დღეს ბიზნეს კონტაქტზე და მაშასე მე წარმოგიდგენთ უკვე ჩვენ სტუმრებს ბატონი ლევან ჩიკვაიძე, გენერალური დირექტორი, ბატონი ბიძინა გეგიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე, ასევე ჩვენთან ჩართვაზე იმყოფებიან ბატონი გრიგოლ მატუაშვილი, რომელიც ასევე გენერალური დირექტორის მოადგილეა და ქალბატონი მერი ბასილაშვილი, რომელიც სერვისების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში, ბატონ ლევან. მადლობა, უღმესი მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის მიხარია თქვენს ეთერში სტუმრობა და მით უმეტეს დღევანდელი თემა, რაზეც ჩვენ ვაპირებთ საუბარს, რაც გვინდა მაყურებლის წინაშე წარმოვადგინოთ, ამ მიმდინარე პროცესებს მუდმივად თქვენი ტელევიზია და განსაკუთრებით თქვენი გადაცემა მუდმივ რეჟიმში აშუქებდა. არ ვფიქრობ, რომ არ დარჩენილა არც ერთი შემთხვევა, რაც ინფორმაციულად სანდრო ვეფხვაძეს არ ქონოდა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დღევანდელი დღისთვის, მოწვევისთვის და დროის დათმობისთვის, რომ მოვახერხოთ კიდევ ერთხელ წარმოგიდგინოთ ის სრული სურათი, რაც გასული 4 წლის განმავლობაში ამ კომპანიაში მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ დასაწყისი ალბათ თქვენს კარგად გახსოვთ, ყველანაირი ინსტრუმენტის გარეშე ხელში გვიწევდა ისეთი საპასუხისმგებლო საქმიანობის და ისეთი დარგის, როგორც საფოსტო დარგია და ამის მნიშვნელობაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას ქვეყნისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის. ამ დარგის განვითარება გვიწევდა ფაქტიურად ზღვის დონიდან და უნდა ასულიყო, არ ვიცი, ხა მე შევაფასოთ თუ გნებავთ გადაცემის მიმდინარეობისას საგანძო ვართ მისული. ეს იყო დასაწყისი სიტუაცია, როდესაც კომპანიას ბიზნესის ამ წარმომადგენელს ნდობა დაკარგული ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ლოკალურად, ადგილობრივ მომხმარებელთან, ასევე ქვეყნის გარეთ პარტნიორ საფოსტო ორგანიზაციებთან და ოპერატორებთან და მოგეხსენებათ ასეთი საქართველოს ჩათვლით 192. ამიტომ ამოცანა ასეთი იყო, რომ პირველ რიგში ნდობა უნდა დაებრუნებინა კომპანიას, შემდეგ იმ ხარისხით მიეწოდებინა ის საფოსტო პროდუქტი, რომელსაც მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნების მოსახლეობა იღებს და ეს ვალდებულებითი ნაწილით უფრო მეტად არის დატვირთული, ვიდრე ბიზნესის ნაწილით, ყოველ შემთხვევაში დასაწყისში ასე იყო. და მინდა დავიწყო იმით, რომ სახელმწიფოს მხრიდან სწორი აქცენტების გაკეთება, სწორი პოლიტიკის განსაზღვრა დარგის განვითარებისთვის გახდა საფუძველი იმისა, რაც ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ. ეს გახდათ პირველი, რა თქმა უნდა, დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ ვინ შეასრულებდა ამ საკმაოდ მაღალ პასუხისმგებლობას, ვის შეეძლო ეს მოკლე დროში თავისი გამოევლინა საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი ნიჭისთვის მიეცა შესაძლებლობები და აიღო ეს პასუხისმგებლობა, რომ გარკვეულ ვადაში ამის შესრულება შეძლებოდა და მე მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად რაც დღეს მე მახარებს და ყველაზე დიდ წარმატებას ვთვლი, ეს არის ის გუნდი, რომელიც ჯამში 2800 ადამიანით არის წარმოდგენილი და ის მენეჯმენტი, რომელიც დღეს თქვენს წინაშეა, ის მენეჯმენტი თითოეული ინდივიდი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, რომლის შესაძლებლობებმა, რომლის ინოვაციურმა აზროვნების შესაძლებლობებმა მოგვცა საშუალება კომპანიას, რომ მიგვეღო გადაწყვეტილებები და შეგვესრულებინა. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. დაგიბრუნდებით აუცილებლად. იყო ასევე 4 წლიანი, ასე ვთქვათ, საქმიანობის შეჯამებაც, რაზეც აბსოლუტურად გიდასტურებთ, ძირითად ასპექტებზე გავამახვილებთ დღეს აქ ეთერში საუბრისას ჩვენს აქცენტებს, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინასთან მექნება ჩემი შემდეგი კითხვა ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად იგივე კომპანიის ოპერირების პროცესში, რა ძირითადი ნაბიჯები გადაიდგა, რადგანაც 4 წლების პრიზმაში ვსაუბრობთ. ძირითადად ამ 4 წლის განმავლობაში რა ძირითადი წინსვლები გვაქვს ამ მიმართულებით გისმენთ. მოგესალმებით, ინფრასტრუქტურული მიმართულებით კომპანიას ჰქონდა საკმაოდ ძიმე სურათი დაგვდა ჩვენ, როდესაც დავიწყეთ, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა საჭიროებდა მთლიანად განახლებას და იმ მინიმალურ სტანდარტებში მოყვანას, რათა ფოსტას განეხორციელებია თავისი ბიზნესი. არა მარტო თავისი კლიენტებისთვის, არამედ ადამიანებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ ფოსტაში, მათთვისაც ეს მნიშვნელოვანი იყო. ინფრასტრუქტურაში შედის როგორც სერვის ცენტრები, ასევე დახარისხების ცენტრები, ასევე შედის ტრანსპორტით, გამართული ტრანსპორტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ამას ჭირდებოდა
არა მარტო ძალისხმევა, არამედ თქვათ იმ წესებით, რა წესებითაც უნდა განახლდეს თქვათ ინფრასტრუქტურები იქნება ეს თუ რეაბილიტაცია იქნება რეგიონებში თუ თბილისში ტენდერებისთვის მომზადება საპროექტო სამუშაოები, მერე ზედამხედველობა, ამას სჭირდებოდა ადამიანების არა მარტო პროფესიონალიზმი და კომპეტენცია და გამოცდილება, არამედ სულისკვეთება, რაც მნიშვნელოვანია, ლევანმა ეს აღნიშნა, ანუ გუნდური სულისკვეთება, გუნდურ პრინციპებით საქმის კეთება. მე მართლა მიხარია, მით უმეტეს ეს პრინციპები ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს შევძელით. აი მიმართულებით 84 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს დღეს საქართველოში, საქართველოს პოსტის აქედან აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა ძალზედ დიდი ნაწილი უკვე 30 ერთეული, 84 ერთეულიდან არის ბრენდირებული სერვის ცენტრი, სხვა სერვის ცენტრებში, რეგიონებში, მათ შორის რთულად მისადგომ რეგიონებში ჩვენ შევძელით ის, რომ შევქმნით ჩვენ ვეძახით მინიმალურ პირობებს, თორე იმ პირობებთან შედარებით, რაც იქ დახვდა, ეს არის სადა დედამიწა. შევძელით, რომ სერვის ცენტრებში შექმნილიყო ის აუცილებელი გარემო, ის აუცილებელი არა მარტო კლიენტისთვის, არამედ თქვათ ადმინისტრირებისთვისაც ის აუცილებელი აღჭურვა, თქვათ სერვის ცენტრების, რათა განხორციელდეს სერვისი, მომსახურება, რომელიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომელიც უნდა იყოს დამაჯერებელი, არა მარტო კერძო კლიენტებისთვის, არამედ თქვათ სახელმწიფო უწყებებისთვის და ორგანიზაციებისთვის, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. ტრანსპორტზე თუ გნებოთ ახლა ვეკითხით, ტრანსპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ტრანსპორტი 24 საათიან რეჟიმში უნდა იყოს გამართული. აქ მიდის განახლების პროცესი, დაწყებულია, რათა განახლდეს ჩვენი ავტოსატრანსპორტო პარკი. აქ შედის საერთაშორისო გადაზიდვები, აქ შედის შიდა გადაზიდვები, აქ შედის კურიერების ტრანსპორტი, არა მარტო ავტოტრანსპორტი, არამედ სკუტერები. მოკლედ ეს არის ძალზედ დიდი თემა, ერთიანი სისტემა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში საჭიროებს მუდმივ კონტროლს და მუდმივ სარეზერვო მომსახურებასაც, რათა ყველაფერი ტრანსპორტია შეიძლება თქვათ რაღაც მომენტში გამოვიდეს წყობრიდან და ძალზედ ოპერატიულად და სწრაფად, რო იტყვიან, უსწრაფესად მოხდეს მისი შეცვლა სხვა ატმოსფეროს. ეს მნიშვნელოვანი ბიზნესია და რა ვიცი, მე მგონი ჯერჯერობით კარგად ვართმევთ თავს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. რა თქმა უნდა, მხოლოდ გისურვებთ წარმატებებს, აუცილებლად დაგიბრუნდებით. ჩვენთან ასევე პირველ ბლოკში იმყოფებიან სტუმრად ბატონი გრიგოლ მატუაშვილი და ქალბატონი მერი ბასილაშვილი. მე მათ კიდევ ერთხელ მივესალმები. ბატონო გრიგოლ, თქვენთან მექნება ეს კითხვა. ბატონმა ბიძინამ დაიწყო რეალურად ლოჯისტიკურ მიმართულებაზე საუბარი და ლოგიკურად თქვენთან განვაგრძობ, რადგანაც ეს მიმართულება რეალურად იგივე ვთქვათ, ტვირთბრუნვა კონტაქტები ავიაკომპანიებთან, აეროპორტების გამტარუნარიანობა, იგივე მონაწილეობის მიღება სოფლიო ლოჯისტიკური მიმართულებებით, ეს რეალურად თქვენი კურირების სფეროა, ასე ვთქვათ, რა ძირითადი მიმართულებებია ამ მხრივ და რა პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ბოლო 4 წლების განმავლობაში. გისმენთ. მოგესალმებით. პირველ რიგში დავიწყებ 2013 წელს, როცა ჩვენ მოვედით მენეჯმენტში, დახვდა სიტუაცია, როდესაც წერილების მიმოცვლა სჭირდებოდა დაახლოებით 3-4 დღე ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში. პირველი ამოცანა ჩვენთვის იყო ამ პროცესის დაჩქარება, პროცესების ოპტიმიზაცია, შექმნა ახალი საფოსტო გასვლის განრიგის და მარშრუტების, რაც დაახლოებით წელიწად ნახევარში შესრულებული იქნა ჩვენს მიერ. შედეგად ჩვენ მივიღეთ დღევანდელი დღის გადასახედიდან ბრუნვა გაიზარდა დაახლოებით 100%-ით შიდა გზავნილებზე, 250%-ით გაიზარდა შემომავალი ფოსტის რაოდენობა და გაიზარდა ასევე დაახლოებით 50%-ით გამავალი ფოსტის რაოდენობა. ასევე ჩვენი მეორე მიმართულება გახლავთ აეროპორტის ტერიტორიაზე ტერმინალის მიერ სატერმინალო სერვისის განხორციელება ავიაკომპანიებისთვის. დღესდღეობით ყველას მოგეხსენებათ, საკმაოდ მზდადი ბიზნესია საქართველოსთვის, ასევე დამატებით აშენდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, ხდება ტერმინალის გაფართოება, მეტი და მეტი ავიაკომპანია შემოდის საქართველოს ბაზარზე, რაც თავისთავად გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ გავაფორმოთ ახალი კონტრაქტები, გავზარდოთ ჩვენი არეალი, გავაგზავნოთ უფრო მეტ მიმართულებაზე ჩვენი საფოსტო გზავნილები და შევთავაზოთ უფრო მაღალხარისხიანი სერვისი ჩვენს მომხმარებელს და სწრაფი ტრანზიტული ვადა.
ასევე ჩვენი მეორე ინტერესიც არის მათი მომსახურება სატერმინალოს კუთხით. ჩვენ ასევე ჩავატარეთ უამრავი ტრეინინგი IATA-ს სპეციალისტების მიერ. ეს არის საერთაშორისო საავიაციო ტრანსპორტის ასოციაცია. დაახლოებით 12 მიმართულებით მოხდა დატრენინგება ჩვენი თანამშრომლების და იმედოვნებთ, რომ უმოკლეს ვადაში ჩვენ შევძლებთ უამრავი კონტრაქტის განხორციელებას ახალ ავიაკომპანიებთან. ძალიან კარგია და ძალიან სასიამოვნო ტენდენციაა და რეალურად თქვენ ახსენეთ ტრენინგების მიმართულება და პირდაპირ პროფილია ამ შემთხვევაში ქალბატონი მერის ძირითადი საქმიანობის და უფლებამოვალეობის ქალბატონ მერისთან მექნება ზუსტად ჩემი შემდეგი კითხვა. რეალურად ძალიან კარგია ლოჯისტიკა, ძალიან კარგია მოდერნიზაცია ამ ყველაფრის, ძალიან კარგია ახალი კონტაქტების გაჩენა და ასე შემდეგ, თუმცა ეს ყველაფერი დამეთანხმებით წარმოუდგენელია პროფესიონალი კადრების გარეშე და ძალიან მიხარია და ეს ბატონმა ლევანმაც აღნიშნა, რომ 2800 პროფესიონალია დღესდღეობით დასაქმებული საქართველოს პოსტაში. რეალურად აი როგორ ხდება ამ შემთხვევაში კადრების ოპტიმიზაცია, მათი ტრეინინგ კურსები თუნდაც, მათი კვალიფიკაციის ამაღლების ასპექტი და ასე შემდეგ, აი რა სურათი გვაქვს დღესდღეობით კომპანიაში? მოგესალმებით და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერვის ცენტრში იყოს შესაბამისად მომზადებული კადრები. დღეისათვის საქართველოს პოსტას, როგორც ბატონმა ბიძინამ აღნიშნა, აქ 84 სერვის ცენტრი, სადაც მუშაობს 7-ზე მეტი თანამშრომელი. აქედან 470 კურიერია. რა თქმა უნდა, მათი გადამზადება ხდება მუდმივ რეჟიმში. დღეისათვის მიმდინარეობს ტრენინგების პროცესი და მიმდინარეობს ახალი სტანდარტების მიხედვით თანამშრომლების გადამზადება. მომხმარებელს დღეს შეუძლია ყველა სერვის ცენტრში მიიღოს ისეთივე კვალიფიციური მომსახურება, როგორც ქალაქში, ასევე რეგიონში. ყველა თანამშრომელი არის გადამზადებული. მუდმივ რეჟიმში ვიყვანთ ახალ თანამშრომლებს, იქიდან გამომდინარე, ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი მომზადება. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ დღეისათვის წინა წლებთან შედარებით საქართველოს პოსტის კორპორატიული მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით 2000-ით არის გაზრდილი, ანუ 2000-ით მეტი კონტრაქტორი ორგანიზაცია გვყავს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა მსხვილ ორგანიზაციას ემსახურება საქართველოს პოსტა. ასევე, რა თქმა უნდა, იზრდება საცალო მომხმარებლების რაოდენობაც. ამაზე საკმაოდ კარგად იმოქმედა საფოსტო ყუთების განთავსება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, როგორც რეგიონში, ასევე თბილისში. საკმაოდ პოპულარული გახდა საფოსტო ბარათები. ტურისტები საკმაოდ აქტიურად სარგებლობენ, თუმცა საქართველოს მოსახლეობამაც დაიწყო საფოსტო ბარათებით სხვადასხვა მისალოცი ინფორმაციის გაგზავნა. საფოსტო ბარათებით საფოსტო ყუთებით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სერვის ცენტრში მიუსვლელად და შესაბამისად საკმაოდ მოხერხებულია 24 საათის განმავლობაში შეუძლია მას გააგზავნოს გზავნილი. მათი მიტანის ვადები ზუსტად ისეთივეა, როგორც სხვა ნებისმიერი გზავნილის. დღეისათვის საქართველოს პოსტის თანამშრომლებისთვის არსებობს უკვე სტანდარტები, რის მიხედვითაც ჩვენ ვმუშაობთ, არსებობს პროცედურები და ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მათი ყოველი სიახლის მიწოდება ტრენინგების საშუალებით. კი ბატონო, საკმაოდ საინტერესო ტენდენცია და უბრუნდები ბატონ ლევან ჭიკვაიძეს. სანამ ძირითადად მნიშვნელოვან ასე ვთქვათ კონცეფციურ ასპექტებს, მათ შორის იგივე ევროსტანდარტებს და ვთქვათ ინოვაციების იმპლემენტირებას, მათ შორის პოსტის საქმიანობაში მიმოვიხილავთ. არც თუ დიდი ხნის წინ და ბიზნეს კონტაქტი შეიძლება ითქვას იყო ერთ-ერთი პირველი მედია საშუალება, სადაც ეს საკითხი გავშალეთ, როდესაც 26-ე საფოსტო კონგრესის საკითხი მინდა მიმოვიხილო აუცილებლად, ცხადად დღევანდელი ეთერი ამ საკითხის გარეშე ვერ ჩაივლის. რაც ორი ძირითადი მიმართულების, ეს არის იგივე ადმინისტრაციული საბჭო და საფოსტო ოპერაციების საბჭოს წევრი გახდა საქართველოს პოსტა. რეალურად კიდევ ერთხელ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს, იგივე მომსახურების კუთხით, მათ შორის საქართველოს პოსტის ოპერირების კუთხით, რა სახის ბენეფიტების მომტანი იქნება ეს ორი ძირითადი მიმართულება. ბატონ სანდრო, კარგია რომ გასული ეთერი გავიხსენეთ, სადაც ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ ამ ორ საბჭოზე, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ეს გახლავთ აღიარება და მსოფლიო საფოსტო საზოგადოების მიერ საქართველოს აღიარება და მიღება მათ სრულფასოვან წევრად. ეს იყო დაგვირგვინება იმ სამუშაოში, რაზეც ახლა ბატონმა ბიძინამ ისაუბრა, რაზეც ბატონმა გრიგოლმა, ხალბატონმა მერიმ, გრიგოლის მიერ წარმოდგენილი ციფრები ცალსახად მეტყოლებს, რომ ის პირველი ნაწილი, რაც ადგილობრივ ნდობასთან იყო დაკავშირებული, ის გადალახული იქნა ქვეყანაში და ასევე მოვიპოვეთ ნდობა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ქვეყნების, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ჩვენს მიერ მიღებული გამოცდილება მოკლე პერიოდში სწრაფად განვითარების
გამოადგება დანარჩენ საფოსტო მსოფლიო საზოგადოებას და ამის გამომდინარე აქედან ამ პოზიციონირების შედეგად აგვირჩიეს აი ამ ორ საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული საბჭო გახლავთ 4 წლის განმავლობაში კონგრესიდან კონგრესამდე მთლიანად ამ სფეროში მსოფლიო მასშტაბით გადაწყვეტილების მიღები, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს ჩვენს მიერ ნახსენები ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიური გაუმჯობესება შევიდეს შეჯიბრობითობაში ისეთ ქვეყნებთან, როგორც არის ევროპის ცენტრალური ქვეყნები და მაგალითად ჩვენ იტალიასთან გვაქვს მუდმივ რეჟიმში ტექნოლოგიურ ნაწილზე ურთიერთობა. ბატონ გრიგოლ მატუაშვილს შესაძლებლობა აქვს, რომ ლოჯისტიკური მხოლოდ ლოკალური გადაწყვეტილებების მიღებაში კი არ მიიღოს მონაწილეობა, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მიიღოს, მსოფლიო საფოსტო ლოჯისტიკის გადაწყვეტილებებში იყოს ჩართული ამ საბჭოების შედეგად. ხალბატონ მერის ბასილაშვილს კი უკვე შეჯიბრობითობა აქვს ისეთი ქვეყნების, რომლის გვერდითაც აღმოჩნდა და ეს არის პორტუგალია, ეს არის იტალია იგივე, დიდი ბრიტანეთი და ასე შემდეგ მომსახურების ხარისხი. შესაბამისად, მაყურებელს ვასწრით ამ ინფორმაციას, რომ ჩვენ ავიღეთ ეს ვალდებულება და ჩვენ ამას მიუახლოვდით ამ სტანდარტს, ანუ რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა მიიღებს იმ ხარისხის საფოსტო მომსახურებას, რომლითაც სარგებლობს დანარჩენი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები. შემდეგი პოსტი, რომელიც თანათავმჯდომარედ განისაზღვრა ადმინისტრაციული საბჭოში, ეს დამატებით დიდი პატივია ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და ამ შემთხვევაში ოპერატორისთვის, რომელიც მერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი ბენეფიტის მომტანი იქნება სამომავლო საქმიანობაში. ყველა საწყისი პროცედურა, ანუ ის ინოვაციები და ის წარმატება, რითიც ჩვენ საწყისი რითიც განსაზღვრეთ და არ უნდა ჩამოვრჩეთ დანარჩენი მსოფლიოს განვითარებას, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება, ინოვაციურ ნაწილს გულისხმობდა. მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი თქვენს ეთერში ბატონ სანდრო, რომ საფოსტო ბიზნესი ეს არის ის სფერო დღევანდელ მსოფლიოში, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია იდება. ყველაზე დიდი ინვესტიცია ხორციელდება საფოსტო ბიზნესში ყველა ქვეყნის მიმართულებით. თუ იმას გაითვალისწინებთ, რომ მთლიანად DHL-ის საკურიერო ბიზნესის შეისყიდა Deutsche Post-მა, ანუ გერმანიის ეროვნულმა ოპერატორმა, მაშინ ამ ინვესტიციის ზომაზეც ძალიან კარგი ილუსტრაცია რეალურად და კარგი მაგალითი მოიყვანეთ მთლიანობაში. მე მაინტერესებს ახლა ბატონ ბიძინასთან მექნება ეს კითხვა და შემდეგ უკვე რეკლამა და რეკლამის შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდებით ცხადია ამ თემაზე სასაუბროთ. მაინტერესებს ახლა დაასახელოთ თქვათ ისეთი ქვეყნები ბატონმა ლევანმაც, რომლებთანაც ამ შემთხვევაში გვიწევს შეჯიბრებითობის პრინციპის ჩართვა და ეს ძალიან კარგია, რადგანაც გამოცდილება და იგივე საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა ეს არის ის მიმართულება, რაც ცალკე უდარგებს ნამდვილად სჭირდება ჩვენს ქვეყანაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, როგორ აისახება იგივე ინფრასტრუქტურის ნაწილზე ეს ყველაფერი და მაგალითისთვის აი ქართული ინფრასტრუქტურა როდისთვის მოვა უკვე ევროპულ ყაიდაზეც მათ შორის. მე შემიძლია გითხრათ, როდესაც მე ვთქვი, რომ უკვე გვაქვს ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობით ბრენდირებული სერვის ცენტრები, ასევე ბატონმა გრიგოლმა აღნიშნა, რომ გეგმაში არის და რეაბილიტაცია მოხდება და აღიჭურვება, ვთქვათ, იგივე ლოჯისტიკის კუთხით დახარისხების ცენტრი, სხვადასხვა არა მარტო თბილისში, არამედ ქუთაისშიც აკეთება იგივე და ვთქვათ, სხვადასხვა რეგიონში. ეს უკვე მზად არის იმისთვის, რომ ამ შეჯიბრებაში, ასე ვთქვათ, შევიდეს იმ მოედანზე თავაწეული და არ კონდეს არანაირი რაღაც ვთქვათ შემაფერხებელი სხვადასხვა რამე სტანდარტები. არა, ესე არ არის, მაგრამ აქ არის თავარი რამ, ეს არის აღიარება იმ გაწეული შრომის, ეს არის დანახვა, ვთქვათ, მსოფლიო საბჭომ დაინახა, საფოსტო საბჭომ დაინახა ის, რომ სწორად ვითარდება კომპანია საქართველოში, საქართველოს პოსტა დაინახა, აღიარა, მიიღო გადაწყვეტილება იმ ქვეყნებმა აირჩიეს საქართველოს, ანუ ცნეს სრულფასოვან პარტნიორად. ეს არის სრულიად ახალი ეტაპი, მე ამის თქმა მინდა ხაზგასმით, იმიტომ რომ ჩვენ ყველა, ვინც აქ ვარ და ეს ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში საქმეს აკეთებდნენ და მოღვაწეობდნენ, მათთვის გაჩნდა სრულიად ახალი ამბიცია და мотиваცია, რაც მთავარია, რომ დადასტურება იმისა, რომ კომპანია სწორ გზაზე იდგა, სწორად ვითარდებოდა, მაგრამ ეხლა სრულიად ახალი ამბიციაა, რომ თვითონ ყველა ჩვენთაგანი მათ შორის და ყველა ადამიანს უჩნდება იმის სურვილი, რომ უფრო თვითონ განვითარდეს ინდივიდუალურად, თვითონ უფრო მეტი ინიციატივები გამოიჩინოს, რათა თქვათ იქცეს თვითონაც დაიჯეროს ის, რომ ის არის ევროპული ყაიდის კომპანიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი და მის მომავალ თქვათ იგივე შემოსავალზე ეს უნდა აისახოს ძალიან მალე. იმის და იქიდან გამომდინარე, თუ ჩვენ ამდენად სწრაფად
განვითარდებით, გავაგრძელებთ უფრო მეტი სისწრაფით და უფრო მეტი ტემპით, მათ შორის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ლოჯისტიკას, მათ შორის საფოსტო ოპერირებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხოლმე და მხოლოდ ძალზე დადებითი არის ეს ტენდენცია, რომ პროცესში უკვე ჩვენ ვართ იმ პროცესში, ვზივართ იმ მაგიდასთან თუ შეიძლება ასე ვთქვათ, როგორც პარტნიორები, სადაც როგორც ლევანმა აღნიშნა, წდება, იგეგმება თუ როგორ განვითარდეს საფოსტო ბიზნესი მთელ მსოფლიოში. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია, გადაუჭარბებლად შეიძლება ეს ითქვას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსგანაც მე დარწმუნებულება რომ იქნება ადეკვატური მხარდაჭერა იმისთვის, რომ კომპანიამ გააგრძელოს განვითარება და კომპანია იყოს ამბიციური და წარმოადგინოს საქართველოს ევროპაშიც და მსოფლიოშიც. გისურვებთ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებებს. ეხლა კი სარეკლამო ოჭრის დროა. ძალიან მალე უკვე ფოსტის კიდევ 2 წარმომადგენელი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და მათთან ერთად განვაგრძობთ საკმაოდ მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ამბიციური ასპექტების მიმოხილვას, ასე რომ დაგვეულდეთ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. მაშინ ესე ვბრუნდებით პირდაპირ ეთერში, როგორც იცით, ჩვენთან ბიზნეს კონტაქტი არც მეტი არც ნაკლები საქართველოს ფოსტაა. ბატონ ლევან ჩიგვაიძე, ფოსტის გენერალური დირექტორი, კლავინდებურად არის ჩვენთან და გვიერთდებიან ასევე ანა მანჯგალაძე, რომელიც საქართველოს ფოსტის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ასევე ბატონი ნუგზარ ბრეგვაძე, რომელიც საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის პირველ რიგში. დავიწყოთ ანა, თქვენთან მექნება ესეთი კითხვა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორც არის მაგალითად ინოვაცია, სტატისტიკა, იგივე მომსახურების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი ასპექტების სერვისი და ასე შემდეგ. რეალურად საკმაოდ საინტერესო აქცენტი დასვა ბატონმა ლევანმა იგივე შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, აი ჩემს მიერ დასახელებული კუთხით, რა ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ ჩვენ გაუწიოთ მაგალითად კონკურენცია ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, ან თუნდაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებზეც რომ გქონდეს პრეტენზია მათ შორის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, რა მიმართულებების იმპლემენტირება ხდება საქართველოს ფოსტაში. გისმენთ. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და საქართველოს ფოსტის წარმატების გაზიარებისთვის. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თქვენ ალბათ მოგეხსენებათ ბატონ ლევანს არაერთხელ ქონდა საუბარი, მათ შორის თქვენ ეთერშიც, ჩვენი პირველი წარმატების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 1 წლის წინ, წელიწად ნახევარის წინ მოხდა, როდესაც პოსტ-ევროპის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან რევიზიაზე და მათ საქართველოს ფოსტა აღიარეს როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ევროპული საფოსტო ოპერატორი. აღნიშნული დაკავშირებული იყო იმ სამუშაოებთან, რომლის შესახებაც პირველ ბლოკში ნაწილობრივ იყო საუბარი, ჩვენ მოვახერხეთ მომხმარებელზე ორიენტირება, რაც მთავარი იყო, ვინაიდან სწორედ ევროპული ბაზრების მაგალითს თუ გავიზიარებთ, მთავარი ყველა საფოსტო ოპერატორისთვის, რა თქმა უნდა, არის მისი მომხმარებელი. ჩვენც აქედან დავიწყეთ ფოკუსი, გავაკეთეთ მომხმარებელზე და გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის შეგვექმნა ერთგვარი სახელმძღვანელო. ან სახელმძღვანელო იმისა, გზამკვლევი იმისა, თუ რას თავაზობს საქართველოს ფოსტა, რა პროდუქტს და რითი არის მომხმარებელი დღეს დაცული, მათ შორის საქართველოს ფოსტასთან ურთიერთობაზე. თუ თვალს გადავავლებთ ამ მომხმარებლის სახელმძღვანელოს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, ყველა ჩვენი მომხმარებლისთვის, ის ჩვენს ვებგვერდზე არის განთავსებული და სანამ ჩვენთან ურთიერთობას დაიჭერს მომხმარებელი, მას აქვს სრული საშუალება, რომ მას გაეცნოს იგი ამ პირობებს, იქ დეტალურად არის ჩამოთვლილი, თუ რა პროდუქტებს თავაზობ და გარდა ამისა, პასუხისმგებლობის ზომაც ზუსტად არის გათვალისწინებული, თუ რითი ვიჯარიმებთ ჩვენ თავს იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ეს ვალდებულებები ჩვენს აბსოლუტურად დეტალურად, ზიანის ოდენობაც კი განსაზღვრულია ჩვენს მიერ და ჩვენი მომხმარებელს წინასწარ აქვს საშუალება თვითონ განსაზღვროს, ვისთან აქვს საქმე და რას მიიღებს ის იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ შევასრულებთ. ანა, ესეთი კითხვა მექნება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ რეალურად, ეხლა როდესაც საუბარი მე დარწმუნებული ვარ და ამაში ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საკმაოდ ფართო ასპექტი მომსახურებებისა, რასაც რეალურად საქართველოს ფოსტა თავაზობს ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა რეალურად აი ინფორმაციის ასპექტი, რა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ხდება ინფორმაციის სტიმულირება ამ შემთხვევაში, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული. ძალიან კარგია მედია არხები და რა თქმა უნდა ბიზნეს კონტაქტი იგულეთ მუდამ თქვენს გვერდით, თუმცა აი მეორეს მხრივ იგივე თქვა სოციალური ქსელების გამოყენება, მათ შორის იგივე სხვადასხვა საინფორმაციო არხები, რა ძირითადი მექანიზმებით ამუშავებთ ინფორმაციის მიწოდებას, ასე ვთქვათ. ჩვენ გვაქვს Facebook-ის გვერდი, რომელიც ძალიან აქტიურია, მაგრამ ჩვენ და სასიხარულოდ
გვინდა ვთქვათ, რომ თუ როდესაც დავიწყეთ Facebook-ის გამოყენება, იყო ძალიან ბევრი კონტაქტი ჩვენს მიმართ და როგორც წესი ეს შეიძლება იყოს ვთქვათ, რომ იყო პრეტენზიები ან შეკითხვები, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი მომხმარებელი მეტად ინფორმირებული გახდა, თუ გადავავლებთ თვალს call center-ში, ჩვენს შემცირებულ ზარებსაც და Facebook-ის გვერდზე, აი ამ გამოხმაურებების შემცირებასაც. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, არის ის შემცირებული რეკლამაციები, რომლებიც წინა წელთან შედარებით არის 54%-ით შემცირებული. ეს ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეფექტურები ვართ, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო და მეტი გაკეთდეს იმ მხრივ, რომ ჩვენი მომხმარებელი კიდევ უფრო მეტად იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რას ვთავაზობთ ჩვენ მომხმარებელს, რათა საერთოდ გამოირიცხოს ამ მხრივ, მინიმუმამდე შემცირდეს. აუცილებლად დაგიბრუნდებით. დიახ, აუცილებლად დაგიბრუნდებით, საკმაოდ საინტერესო კონცეფცია. ბატონ ნუგზართან მექნება ჩემი შემდეგი კითხვა. ბატონმა ლევანმა საუბრის დასაწყისში არაერთხელ აღნიშნა და ჩვენ შეგნებულად გავუსვით ცხადია ხაზი 26-ე საერთაშორისო საფოსტო კონგრესს. მაინტერესებს ზოგადად რომ მოვყვეთ ისტორიულ ექსკურსს საქართველოს ისტორია ამ შემთხვევაში კონგრესებზე და რეალურად კონგრესის კლასიკური როლი და კლასიკური ასპექტი საერთაშორისო კონტაქტების, ურთიერთობების, ესე ვთქვათ, გამყარების ნიადაგზე, აი რეალურად საერთაშორისო პარტნიორების კუთხით რა სიტუაციაა და რა სურათი აქვს რეალურად დღეს საქართველოს პოსტას. გისმენთ ბატონო ნუგზარ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს და მოკლე რაკურსით მოგახსენებთ რაზეა საუბარი. როგორც თქვენთვის ცნობილია, მსოფლიო საფოსტო კავშირი შეიქმნა 1874 წელს. გამომდინარე სოციალური მდგომარეობიდან ქვეყნების მათ მოითხოვეს, რომ შექმნილიყო ერთიანი ქსელი საფოსტო მიმოცვლის, რამაც გამოიწვია შემდგომში 22 ქვეყნის გაერთიანება ამ ასე ვთქვათ საბჭოში და რომელიც წარმოდგენილია სამი მნიშვნელოვანი მმართველობითი ორგანოთი, ეს არის კონგრესი, ეს არის ადმინისტრაციული საბჭო და საფოსტო ოპერაციების საბჭო. როგორც საფოსტოს სფეროში ეძახიან, ეს ორი საბჭო არის ხერხემალი და ტვინი საფოსტო საქმიანობის, თუმცა მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მარტო საფოსტო მიმართულება, ეს არის ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებების განვითარებაზე ორიენტირებული საბჭოები, რომლებიც ასევე თავის თავში მოიცავენ საბაჟო პრინციპებს და მომხმარებელზე ორიენტირებულ ყველა იმ საფოსტო მომსახურებას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ წერილობითი კორესპონდენციით ან ამანათებით, ეს არის ასევე ფულადი გზავნილები და ძალიან ბევრი სხვა მიმართულება, რომელიც სოციალურად ანვითარებს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს და იგი ორიენტირებულია, რა თქმა უნდა, მომხმარებლის მთავარ პრინციპზე, მიიღოს უნივერსალური მომსახურება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მნიშვნელოვნად დაბალ ტარიფად. რა თქმა უნდა. აი საერთაშორისო პარტნიორების კუთხით რა სურათი გვაქვს ბატონო ნუგზარ? საერთაშორისო პარტნიორობის ზუსტად ის გამოძახილი, რაც საქართველოს პოსტამ და თვითონ საქართველოს მიიღო, ზუსტად ეს არის ის დამსახურება, რასაც ჩვენს მიმართ საერთაშორისო პარტნიორები ანუ ასე ვთქვათ, ამ სახით გამოხატავენ. მე მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად საერთაშორისო დონეზე ჩვენი ჩართულობის და საქართველოს პოსტის და თვითონ საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ჩვენ არჩეულიყავით ორივე საბჭოში და კიდევ უფრო მეტი საქართველოსთვის მიენიჭებინათ ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარის სტატუსი. რა თქმა უნდა, ეს არის პირადი ურთიერთობებიც, მაგრამ პირადი ურთიერთობები კარგად მოგეხსენებათ, რომ არაფერს წარმოადგენს იმის ფონზე, რასაც თვითონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უსვამენ ხაზს. ეს არის ეკონომიკური განვითარება, ბიზნესის კეთების საუკეთესო შესაძლებლობა, თვითონ კომპანიის განვითარება და საფოსტო სექტორში ჩვენ დავანახეთ ჩვენ პარტნიორებს, რომ ჩვენ ვართ ის კომპანია, რომელთან თანამშრომლობა ღირს და რომელსაც შეუძლია რეალურად მისცეს მაგალითი მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს უმოკლეს დროში კომპანია. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნოა ამ ტენდენციის მოსმენა. ბატონო ლევან, მაინტერესებს, ახლა გარკვეულწილად რომ მოვახდინოთ რეზიუმირება ჩვენი საუბრის, რომ შევაჯამოთ რეალურად მთელი 4 წელი და უკვე მიმდინარე წლის ძირითადი ასპექტებიც დავსახოთ. თენობაში წლის ბოლოს რა მიმართულებების განვითარებას ელით კონკრეტულად საქართველოს პოსტაში, როგორი იქნება რეალურად 2016 წელი, იგივე მოგების თვალსაზრისითაც მათ შორის და რეალურად როგორი იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა მომავალი წლების განმავლობაში.
კარგი კითხვა, განსაკუთრებით მოგებასთან დაკავშირებით. დასაწყისშივე ჩემთვის გადაცემის დასაწყისშივე ცალსახა იყო, რომ თამდევი, ამ შემთხვევაში ჩემი თამდევი სიამაყე იქნებოდა, მით უმეტეს ახლა როცა კონგრესს ვეხებით და სულ რამოდენიმე დღის წინ მოხდა, ამ ორ ადამიანთან ფაქტიურად ტრიუმფატორებთან ერთად მიწევს თქვენს ეთერში. ანა და ნუგზარი იყვნენ ის წამყვანი ძალა, ვინც ამ გამარჯვებაში უდიდესი როლი შეასრულეს. ეს გახლავთ ის ხარისხი, რომელიც განსაზღვრელი იყო, ხარისხი, როცა გაუტოლდა ევროპულ სტანდარტს, ამ შემთხვევაში ამაზე დაფუძნებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. დამატებით უნდა აღვნიშნო, რომ ანა მანჯგალაძის შექმნილია ის რამოდენიმე სახელმძღვანელო, რომელიც საფოსტო დარგში არ არსებობდა ქვეყანაში და რაც გაზრდის მომავალ თაობებს საფოსტო სპეციალისტებად, რომელიც სახელმძღვანელოები, რომელიც ეხლა გამოიცა. ნუგზარი ბრეგვაძე გახლავთ ის ადამიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შეძლო და 108 ქვეყნის ხმა მოიპოვა, რომელიც ციფრი რეკორდულია. პირდაპირი პასუხი თქვენს კითხვაზე გახლავთ ის, რომ ჩვენი პრიორიტეტები მოგვეპოვებინა ნდობა ადგილობრივი მომხმარებლის, მოგვეპოვებინა ნდობა პარტნიორი კომპანიების, ყოფილიყავით შემადგენელის ნაწილი მთლიანი ერთიანი საფოსტო ქსელის და ეს აღიარების გამოხატულება საუკეთესო ფორმით მოხდა და გადაწყვეტილების მიღება ორ ორგანოში აღმოჩნდით. ფაქტიურად ის პრიორიტეტები აშკარაა, რომ სწორი იყო, რომელიც ჩვენ 4 წლის წინ დავსახეთ და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მექანიზმები ყველანაირი მექანიზმის გარეშე ხელში და ერთი მექანიზმი და ინსტრუმენტი გახლდათ ის, რომელიც სახელმძღვანელოს არ არსებობდა, რომ სპეციალისტი, როდესაც გჭირდება ეკონომისტი ეძებ ეკონომისტს, გჭირდება იურისტი ეძებ პროფესიით იურისტს და ასე შემდეგ. ბუღალტერი გჭირდება ასეთი სპეციალობა ქვეყანაში არ არსებობდა. სამომავლო გეგმები, სამომავლო ბატონო სანდრო გახლავთ ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ტემპი არ უნდა შენელდეს. ვიმეორებ, რომ სწრაფია ძალიან, დინამიურია განვითარება საფოსტო ბიზნესის და არ უნდა ჩამორჩეთ იმ ქვეყნებს განვითარებაში, რომელთა გვერდითაც დღეს ჩვენ აღმოჩნდით. ამის დასადასტურებლად მე მოგახსენებთ, რომ საფოსტო პროგრამა, რომელთაც მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს ფოსტა საქმიანობს, ელექტრონულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე გულისხმობ, ჩვენივე შექმნილია. ანუ ის ინოვაციური ნიჭი გამოვლენილი შიგნით კომპანიაში ჩვენივე შექმნილი პროგრამა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ბაზარზე გავიტანოთ და სხვა შევთავაზოთ. ბატონო, იგივე აქტივების პაკეტთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, აი იგეგმება თუ არა, ვთქვათ, ახლო მომავალში იგივე ვთქვათ აქციების გამოშვება, რამდენად რეალისტურია რეალურად ეს გადაწყვეტილება, მოდით თქვენ მოგებაც ახსენეთ, კომპანია, რომელიც ასრულებს უნივერსალურ მომსახურებას და ბიუჯეტიდან არ იღებს დაფინანსებას, ასეთი არის თითქოს ჩამოსათვლელი მსოფლიოს მასშტაბით. ერთ-ერთი, რითიც Deutsche Post-ი, გერმანიის საფოსტო ოპერატორი ამაყობს, ეს არის ის, რომ იგი არ იღებს სახელმწიფოსგან ვალდებულების შესრულების ნაწილისთვის ანაზღაურებას, რადგან საკუთარი შემოსავლით შეუძლია ეს სრულად დაფაროს და იგივე შეგვიძლია ვთქვათ საქართველოს ფოსტაზე, ბიუჯეტიდან არ იღებს იმ აღიარებულ 4.5 მილიონს, რომელიც ჭირდება უნივერსალური მომსახურების შესრულებიდან და საკუთარი ბიზნესიდან მიღებული შემოსავლით. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს ფოსტა ასრულებს ვალდებულებას იმგვარად, რომ არ აწვება ზურგზე გადასახადის გადამხდელს. ეს შეიძლება თუ არა ვთქვათ, ახლო მომავალში გახდეს აპროვოცირებელი, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით იგივე კომერციალიზაციის ასპექტი. რა თქმა უნდა, კომერციალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი ჩვენ მუშაობთ გასულ რამოდენიმე გადაცემის წინ ამაზე გქონდა საუბარი, თუ გაიხსენებთ, ეს არის ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, ვისთან ერთადაც ჩვენ მუშაობთ მთლიან დოქტრინაზე კომპანიის კომერციალიზაციისთვის და საბოლოო ეხლა მიმდინარეობს მუშაობა terms of reference, მაპატიეთ ტერმინისთვის, რომელშიც გათვლილი იქნება ყოველი ნაბიჯი, გათვლილია უკვე და დამუშავება ხდება. ამ დოკუმენტის დასრულებულ სახეს როცა მიიღებს, კითხვაზე აქციის სახით იქნება ეს თუ სხვაგვარი ფორმით საქართველოში დაშვებული კანონმდებლობით, ამას ვფიქრობ, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ჩემს პირად შეხედულებას მოგახსენებთ IPO, ანუ აქციების საუკეთესო მიმართულება
ამ კომპანიისთვის დღეს. ნამდვილად მასშტაბური გეგმებია, ნამდვილად ყოველგვარი გაზაჭარბების გარეშე. მე იზღად ამჩენია გულწრფელად გისურვებთ წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, რომ იღებდით მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ბატონი ლევან ჩიკვაიძე, ხაბატონი ანა მანჯგალაძე და ბატონი ნუგზარ ბრეგვაძე ფოსტის სხვა წარმომადგენლებთან იყვნენ ბიზნეს კონტაქტზე. რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მათ და განვაგრძობთ გამოშვებას.